გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და დარგის სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა ორი პუბლიკაცია. ეს არის ორსულთა ელექტრონული წიგნი და არის მშობელთა სკოლის მოდულები. ორივე რა თქმა უნდა განკუთვნილია ორსულებისთვის და არა მარტო ორსულებისთვის, პრაქტიკულად ეს არის ახალნამშებიარები ქალებისთვის და რა თქმა უნდა მომლოდინე მამებისთვისაც. ეს წიგნები მოიცავს პრაქტიკულად მთელი ინფორმაციას, რაც ქალს სჭირდება მიიღოს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ. წიგნი ისეთი სახალისო საკითხავია, პრაქტიკულად ესეთი მხატვრული ლიტერატურის სტილი აქვს და არა მენტორული სტილი. დაწერილია ზოგადადაც ექიმების მიერ და ისედაც ეფუძნება სწორედ აი ამ სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც დღესდღეობით მიღებულია. ორივეს რესურსის ჩამოტვირთვა არის შესაძლებელი, მაგალითად ორსულთა წიგნის შემთხვევაში შევდივართ უშუალოდ ორსულთა წიგნის ნაწილში და აქ არის ჩამოტვირთვის ხილაკი, შესაძლებლობა გვაქვს უკვე გავხსნათ და ჩამოტვირთოთ ორსულთა წიგნი. ეს რესურსები ორივე ხელმისაწვდომია თავისუფლად და ორივე რა თქმა უნდა უფასოა. პაციენტები ძალიან დიდ დაინტერესებას გამოთქვამენ, სიხარულს გამოთქვამენ, განსაკუთრებით ის პაციენტები, ვისაც არ აქვს დაუშვათ ინგლისური ენის ცოდნა და ხა ეს ყველაფერი ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, ერთად თავმოყრილი პაციენტისთვის ძალიან მოსახერხებელი. მყავს ტყუპები, პირველი ორსულობიდან ახალველოდები ერთ ნაყოფი მყავს. მე უკვე გადავხედე ამ პუბლიკაციას. ეს პუბლიკაცია ბევრ რაღაცაში დაგეხმარება, რომ შეიძლება რაღაც შეცვალო, რაც წინა ორსულობაში იყო, უკეთ გააკეთო. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი პუბლიკაციის გაცნობა ყველა ორსულისთვის, რა თქმა უნდა, ნაყოფის ჯანმრთელად განვითარებისთვის და შემდგომი ეტაპები, რაც უნდა გაიაროს ყველა მშობიარე ქალმა. წინასწარმომზადება ჩემი აზრით აუცილებელია. გასულ კვირას ჩატარდა ორი შეხვედრა, ერთი შეხვედრა ითვალისწინებდა კოლეგებთან შეხვედრას, ან როდესაც მიან გინეკოლოგებს გავაცანეთ უშუალოდ აღნიშნული წიგნი და მეორე შეხვედრა ითვალისწინებდა ორსულებთან წიგნის დეტალურ წარდგენას. ორსულებში განსაკუთრებულად დადებითი შეფასებები მოყვა, გაჩნდა უამრავი კითხვა, უამრავი საკითხი, რომელიც მათ წამოჭრეს და ესეთი საკმაოდ სადისკუსიო და დისკუსიის ხასიათი ჰქონდა ამ ჩვენს შეხვედრას. ფასდაუდებელია ესეთი წიგნები ზოგადად ახლა ჩვენ შემთხვევაში პირველია სრიალობაში, მაგრამ ესეთი წიგნები ხშირად არის უცხოეთში და პრაქტიკულად ქალები მთელი ორსულობის მანძილზე ეცნობიან და ეკითხულობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რაც მათ სჭირდებათ.